თბილისის საქალაქო სასამართლოში უკვე წუთი-წუთზე უნდა დაიწყოს 6 ბრალდებული სასამართლო პროცესი. იქამდე ვიდრე გეტყვით თუ რომელი ბრალდებულები წარსდგებიან დღეს მოსამართლის წინაშე, მოგიყვებით ბოლო ახალ ამბავს, სავარაუდოდ სწორედ 4 ოქტომბრის საქმესთან დაკავშირებით, ეგრეთ წოდებული სახელმწიფოს დამხობის საქმეზე, სწორედ ამ საქმეზე დიდი ალბათობით ექს-თავდაცვის მინისტრი ბაჩო ახალაია ხვალ პირველი საათისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროშია დაბარებული. ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს მისი ცოლი ანინა დარეიშვილი Facebook-ზე, ხოლო რაც შეეხებათ იმ ბრალდებულებს, იმ 6 ბრალდებულს, რომელსაც დღეს მოусმეს მოსამართლე, მოусმეს თავის მხრივ დაცვის მხარე და პროკურატურა, ისინი არიან გოჩა ყატაშვილი, საბა კორძაია, სულხან აბრალავა, ბექა ქელეხსაშვილი, გიორგი კირვალიძე, ნანა სანდარი. ამ ბრალდებულებისა და სხვა ბრალდებულებისა და ამ სისხლის საქმეების შესახებ შეგიძლიათ მოისმინოთ ჩვენ მიერ მომზადებულ რეპორტაჟში. სამაგალითოდ დასაშილოდ დატყვევებული კიდევ 18 დემონსტრანტის საქმე უკვე თბილისის საქალაქო სასამართლოშია. სახნისის და დიღმის იზოლატორებში და ეგრეთ წოდებულ მოდულის შენობაში გამოკეტილ მოქალაქეებს პროკურატურამ ბრალი ერთმანეთის მიყოლებით წარუდგინა. 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ ვლადიმერ გველესიანმა, ნიკა გვენცაძემ, მამუკა ლაბუჩიძემ, გოჩა ყატაშვილმა, გურიელ ქარდავამ, ზურაბ ჭავჭანიძემ, კონსტანტინე კოკაიამ, სულხან აბრალავამ, ბექა ქელეხსაშვილმა და გიორგი კირვალიძემ სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდების მიზნით იერიში მიიტანეს და ფიზიკური ზემოქმედებით დააზიანეს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობის დამცავი ღობე და ეზოში შეიჭრნენ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჯამში 4 ოქტომბრის საქმეზე მხოლოდ 4 დღეში 36 დემონსტრანტი დააკავა. სპეცოპერაცია თბილისის გარდა რეგიონებშიც მიმდინარეობდა. აქედან 18-ს ბრალდება ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, მასში მონაწილეობის და სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სახელმწიფო ობიექტის ბლოკირების მცდელობის მუხლებით წაუყენეს. ყველა დაკავებულისთვის ყველა ეს ბრალდება აბსურდულია. როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ ამ 36 ადამიანზე დაკავებულზე, ვსაუბრობთ ერთ სისხლის სამართლის საქმეზე და ყველა ეს ადამიანი, მათ შორის პატა გურჭულაძე, ზოდილავა, იგულისხმება, რომ ერთ სისხლის სამართლის საქმის ფარგლებშია დაკავებული. რაც ბრალი არის იმდენად ზოგადად კონსტრუირებული, რომ ისი მორგება შეიძლება ნებისმიერი ადამიანისთვის კონკრეტიკის გარეშე. ეს პრობლემაა, ეს სასამართლო უნდა შეაფასოს როგორც პრობლემა გრძელვადიან პერსპექტივაში, თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, აქამდე ჩატარებული სხდომები ჩვენ ნახეთ, რომ სასამართლო არ შედის შინაარსობრივ განხილვაში, აკმაყოფილებს იმ მოცემულობით, რა მოცემულობითაც იღებს შუამდგომლობას. ყველა ბრალდებულის წინააღმდეგ წამოწყებული სისხლის სამართლის საქმე თითქმის იდენტურია. საქმის მასალებში რამდენიმე პოლიციელის პატაკი და ტელეეთერებიდან ამოკრეფილი კონტექსტიდან ამოგლეჯილი კადრებია, რომლებიც პროკურატურის მტკიცებით ორგანიზებულ ძალადობას ასახავს. ბრალს არც ერთი დაკავებული არ აღიარებს, თუმცა არც იმას მალავს, რომ 4 ოქტომბერს ყაველაშვილის რეზიდენციასთან იმყოფებოდა და ივანიშვილის ხელისუფლების მიმართ საკუთარ პროტესტს გამოხატავდა. ჩემ დაცვის ქვეშ მყოფს ბრალეთი და ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას და ასევე სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტის, ასე ვთქვათ, ხელში ჩაგდების მცდელობას ჯგუფურად. იმ, ასე ვთქვათ, პირებთან ერთად, ვისაც ამავდროულად ჯგუფში ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან, მასთან უნდა ქონდეს რაიმე სახის კავშირი, ნაცნობობა, არავის არ იცნობდა, არავის არც იცნობს, არც, ასე ვთქვათ, რაიმე სახის კავშირი ქონია, ან რაიმე სახის ნაცნობების ფაქტი. მისი ინიციალის იდენტიფიცირებაც კი, ასე ვთქვათ, საგმოდ რთული იყო საბოლოო ჯამში ძლივს, ასე ვთქვათ, დააიდენტიფიცირეს ოჯახის წევრების მეშვეობით, რომ აღნიშნული პირი იყო ბადონ მამუკა ლაგუჩიძე. ბრალდებულებს შორის განსხვავებული ასაკისა და პროფესიის მოქალაქეებს შეხვდებით. არიან პროფესორებიც, სამოქალაქო აქტივისტებიც, პენსიის ასაკს მიღწეული მამაკაცებიც, მათ შორის 63 წლის მოქალაქე სიმსივნის დიაგნოზით. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ზურაბ ჭავჭანიძეც დააკავა, რომელიც ბათუმელ მეტროშიდაა ცნობილი. წაყენებულ ბრალში მათთვის განსაკუთრებით აბსურდული ჯგუფური ძალადობის ნაწილია. დემონსტრანტები ირწმუნებიან, რომ ერთმანეთს არც კი იცნობენ. ზურაბ ჭავჭანიძეს ედავებიან ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობაზე, ასევე სტრატეგიული ობიექტების ხელში ჩაგდების მიზნით ჯგუფურად, რაც საშელი სახის და ზომად ითვალისწინებს გამასწორებელ სამუშაოს, ასევე 2-დან 4 წლამდე, ხოლო 225 მუხლის მეორე ნაწილი 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას. თუმცა ზურაბ ჭავჭანიძე არ დაეთანხმა აღნიშნულ ბრალს და ამ შემთხვევაში ის იძახის, რომ არანაირ ძალადობას ადგილი არ ქონია და განზრახვაც არ ქონია, რომ ვინმეზე ეძალა და პირიქით
ვინმეაც მოუწოდებდა რომ ძალადობრივი ქმედებას თუ ვინმე ახორციელებდა შეეწყვიტათ. მოვინახულეთ მე და ჩემო კოლეგამ სულხან აბრალავა საღამოს საათებში აიყვანეს ორთაჭალის მიმდებარე ტერიტორიიდან. უშუალოდ დაკავების მომენტში ფიზიკური ძალადობას ადგილი არ ჰქონია, გარდა სიტყვიერი შეურაცხყოფისა და დამცირებისა მისი და აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ სიმსივნე აქვს გადატანილი 3 წლის წინ დაახლოებით დაუდგინდა. სიმსივნე პერიოდულ შემოწმებებს იტარებს წელიწადში დაახლოებით 6 ჯერ ყოველ 2 თვეში ერთხელ უწევს ხოლმე ექიმთან ვიზიტი და პერიოდული შემოწმებები მუდმივ მედიკამენტებზე ზის, შესაბამისად მკაცრ დიეტასაც იცავს, ამიტომაც მისი იქ დარჩენა დიდი ხნის განმავლობაში საკმაოდ რთული იქნება. დანარჩენი დაკავებულებისთვის აყენებულ ბრალთან შედარებით მძიმეა სამოქალაქო აქტივისტის ნანა სანდერისთვის აყენებული ბრალი. მას ორგანიზატორობას ედავებიან და 9 წლით უპირებენ ციხეში გაშვებას. სასამართლომ 36 დაკავებული საქმე ორ ჯგუფად 18 ბრალდებულად დაჰყო.